ყველას დილამ შვიდობისა, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ. ახლა დავლიოთ. ჩვენი არსობისა. და მე მოვხალოთ მიწის ხილი. ცივი წყალი აღმერთო. მენა ვერ დალევშეთია. აჰა. ეხლა ჩემო კარგებო და ძვირფასებო. ჩემო კაბილებო, ამაზე შევწვი გუშინ, აი ამაში. ჭადები გამოვაცხე, ნახეთ როგორია, ნახეთ რატო აისთი. ამის ზედა საერთოდ წამისვია ცხიმი, არც 1 გრამი, არც პირველზე. ნახეთ, ნუ აქეთ ჩემი თითები ეტყობა. აქეთ ეს პროსტა რა ლამაზია, ნახეთ, ძალიან მომწონს. ორი ცალი გვაქვს. დავიცი რა არის. ეს უყიდი. ხო, ეხლა მინდა რომ მიწის ხილი მოვხარო. ესო შემობრუნებული რომ გრძნო. აი 70-ზე, აი, no. რა გამოიყო მე უნდა კაი ხანი. ესე იგი მე რომ ვიყიდე მაშინას ვიცი საერთოდ თუ იყო ეს ზედა ქვედა წვიანები და კარგი არის რომელსაც აქვს ზედა და ქვედა წვა. იმიტომ რომ ჩვეულებრივი პატარა ღუმელია. ანუ თუ გადაწყვეტ რომ იყიდოთ იყიდეთ ეგ. იმიტომ რომ მართლა არის ჩვეულებრივი პატარა ღუმელი. ხო. ეხლა ავიღოთ. დაგაყენოთ. აჰა. ეხლა მოვადუღოთ გემრიელი ყავა. და მივირთოთ მიწის ხილთან ერთად. გუშინ ვიპოვე კიდევ ერთი სერიალი. ახალი ძველი. ესე იგი, ჩახტავთ ფაილები. მე ხო იცი, ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს დეტექტივი. თქვენ იცით? საერთოდ ეს ჟანრი ძალიან მიყვარს. ყველანაირი კუთხით, აი როგორიც მაგალითად დეტექტივი, მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, აი როგორიც მაგალითად არის ტურის დღე, ანუ ფანტასტიკურად მომწონს. კრიმინალური აზროვნება როგორიც არის, შერლოკი როგორიც არის, ნამდვილი დეტექტივი, წაბლის კაცუნა, ხიდი, მისინგ ძებნა და ყველას ვერ ჩამოვთვლი მოკლედ. რაც კი არსებობს, კარგია ეს ყველა დანახეთ. ხო და კოფე არ არის. ყველაფერი მაგნა ნახევს და ნუ რაც გამოდის აქ უნდა ეტაპობრივად ვნახულობ და ცოტა ხუნია. არა. სადარი. მაგრამ ავასადარი არ ვიცი. არა მაგას არ ვიცი. აი აქ უნდა იყოს, მოიჩდა.
ეს უშლის. ხო, აგი. შენი დედა. ყველაფერი ერთმანეთს ეროდეს. ეს მაგის შედეგი. აჰა. ეს ხოდა ესეთი სერიალი რომელსაც ვერ ვუყურე იყო დექსტერი არ ვიცი ვინც ხართ მოყვარულები გამოჩნდი არა და იმას ვუყურე მეორეზე რო არის ამას უცნობია სახელი ანუ სერიალი უყურელია, აი ბავშვობიდან ბოლომდე რა მაგაზე. ანუ მისი თვალით ანახული რა, ანუ როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს, ანუ იმას ვუყურე. და ტექსტს ჩავთე ორჯერ. გამიჩნდა საშინელი გულისრევის, ზიზღის და ეხაც იმ ადამიანის შუა გრძნობა. და ანუ მე ტექსტი ნახე არ მაქვს. ადამიანს რომელსაც ეს ჟანრი უყვარს, ტექსტი ნახე არა. მაგრამ მე ნახეთ როგორ მე არ ვუყურებ ფილმებს და სერიალებს, იმიტომ რომ კაი და უნდა მქონდეს ნანახი ან რამე. ანუ მე უყურებ მარტო იმის მიხედვით, ჩემია თუ არა. თუ ჩემია უყურებ. თუ არ არის ჩემი, უბრალოდ ვერც უყურებ და всё. შეიძლება კაი სერიალი იყოს და ჩემი არ იყოს, ხო ხდებით? თუქს ადამიანები. ადამიანები ხო არის? ხება კაი ადამიანია, მაგრამ ყველა კაი ადამიანი შენ მეგობარი ვერ იქნება. ნუ გინდა თუ არ გინდა, ეს არის რეალობა. ხო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ჩავთვლი და ვერც ერთხელ ვერ ვუყურე და ეხლა შემხვდა ახალი გადაღებული დექსტერის პრიკველს ეძახიან, ხო? მაგას სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, სანამ დექსტერად იქცეოდა, ანუ მისი ბავშვობა რა, მოზარდობა რა, როგორ იქცა იმათ ვინც არის. და ეგ ჩავთვლე გუშინ, რავი, ღამე 12-ის მერე. ღმერთო ისე მაგრა წავიდა, არ ველოდი. არ ველოდიო წავიდოდა. იმიტომ რომ გითხარით რატოც. მაგრამ მაგრა წავიდა. ხო. ხოდა მომეწონა ძალიან. და ვაგვიებ რომ მაგას უყურო და საბარაუდოდ მაგას უყურებ, ალბათ ტექსტსაც უყურებ. ხოდა კიდე მე არ მაკიცებს ნანახი. ექიმი ჰაუსი, ну, როგორ არ მაქვს ნანახი ექიმი ჰაუსი, ადრე გადიოდა რუსთავი 2-ზე, როცა ჯერ სერიალებს ესე ჩვენი ვერ უყურებდით და რაღაცა იქიდან და ვიცი, ან ბევრი სერიალი აქვს ნანახი ექიმი ჰაუსის, მაგრამ აი რომ დავჯდე და ვუყურო ექიმ ჰაუს თავიდან ბოლომდე, არა. და გრეის ანატომია მაგალითად, რომელზეც ხალხი იმენა ჭკუიდან გადადიოდა. ერთი სერიას არ მაქვს ნანახი. ანუ რაღაც ამონარიდები მაქვს ნანახი. სხვა რაღაც სოციალური სერიალებში რაღაც, მაგრამ ანუ არც მომდომებია რომ ვეყურებია. ანუ სამედიცინო სერიალები არ მიყვარს. კრიმინალური სერიალები ძალიან მიყვარს და ალბათ უმეტესობა მათგანი ნანახი მაქვს. და ასევე მიყვარს კიდე ჟანრი ფენტეზი თვითგადარჩენილი, როგორც არის მოსწავლე მკვდრები მაგალითად. ну, ისიც ძალიან მომეწონა სამეფო კარის თამაშები, რა თქმა უნდა. აი
Breaking Bad ძალიან მაგარია, მე ვერ ვიტყვიო, ჩემი ფავორიტია. მე ვხედავ რომ ის ძალიან კაია, მე ვგრძნო, მე ვუყურე ერთი ამოსუნთქვით ვუყურე, მაგრამ ჩემი არ არის, ანუ არ მიყვარს. ხოხტები დასწრიდა. მე დამწყდა ხოლმე გული თუ მაგალითად სეზონებია და რომელიღაც სეზონში ჩაისვარა. ჩაისვარა რას ვეძახი, იცით? თუ დასასრულსაც არა. აი რო აღარ ამთავრებენ. რო ვეღარ მიდის და აღარ ამთავრებენ, მაგალითად მოსიარულეებს და იქ დავემართა, მე ვეღარ ვუყურე მაგას. მაჯის რაღაც. ანუ არ მიდის დრო. ეს რა იყო? ორჯერ დავაჭირე, არ არის. აუ მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე მზად არის ჩემი ის და მივატან და ბონი გამოდი იქიდან სადაც ხარ? აბა სადაც ვარ, იქ რა გინდა? ხო იცის ვარდება, შენ გინდა მოყვე? საერთოდ არც ერთი წუთი გაცხელებულიც კი არ იყო. რაპონში იყო ჩართული, რა საკეთებდა, საერთოდ ვერ მივხვდი. ხო. არის მაგიტომ მოვიდუღე. მასთან მინდოდა სერიალი არ მინდა. ხო და მოკლედ ესე მაქვს კარგი სერიალი მომეწონა ეს დექსტერის. და კიდევ რაღაც ფილმი ვნახე, მე უკვე პირველი სერია დექსტერი ვნახე და ნუ აი ისეთი ჯანმრთელი არ არის, ხადია. რომ რა სერიას ერთჯერზე უყურებ ხოლმე. ნუ ერთი ვუყურე, ერთს და გავჩერდი. და მე ვნახე ისა, ვნახეთო ისა რუსულ რეკომენდაციებში. კარგი ცუდი გოგო, რუსულად ხო იცით, ყოველთვის სათავეში ისე თარგმნია, რომ გაგიკვირდება და სინამდვილეში ფილმს ქვია Baby Girl. ანუ რა, კაი ცუდი გოგო. და თამაშობს ნიკოლ კიდმანი. არის ახალი 2023, 24 წლის. ხო, და ეგ ჩავშთე თავიდან. ვუყურე ერთ კადრს მარტო, სადაც ნიკოლ კიდმანს და მის ქმარს აქვს. და ნუ კაცმა ისიამოვნა და ქალი ისე დარჩა. ხო და რა თქმა უნდა ეუბნება რომ ზაპარი იყო ყველაფერი და მე მეოთახში გადის მეაქ ლეპტოპი და იქ უყურებს რაღაცას. ნუ იმას უყურე რა პატარა ფრაგმენტი და მე მეძინებოდა. ხო და ვიცი რომ გაცილებით დიდი თემაა გაშლილი ვიცი. მე მომაწაი რომ დამენახა. ამიტომ ნიკოლ კიდმანი ძალიან მიყვარს და ნიკოლ კიდმანის ფილმებს ძალიან ვაფასებ. და ძალიან მომწონს სხვა შორის მომეწონა ის სერიალის ეს დეტექტიური დიდი პატარა ტყუილები ერქვა თუ რა ერქვა ერთ-ერთი გოგოს ქმარზე რო იყო სკოლაში რო არიან იზერსპუნიც როა აი ეგ საერთოდ კიდმანი უძლიერესი მსახიობია ჩემი აზრით ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან ვაფასებ და მინდა რომ ეგ ფილმიც ვნახო ნუ ვინც არის ცოტა აქამდე მე ფილმების და წიგნების და სერიალების უდიდესი მოყვარული ვარ ჩემი ცხოვრების შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. გველი გამომესახა, ხო გველის წელია, მეც ხო გველი ვარ ნახეთ. აი ხა იქიდან როგორ აღიქმება, აი ნახეთ. გავსინჯოთ პირველი კლუბი მის გარეშე. ერთი სული მაქვს, ძალიან მოინტერესებს ჩემი ცხილები. ახლა რო გადავიკეთებ, აუ ცოტა აკლია შაქარი. ცოტა მწიკვი. რო გადავიკეთებ, როგორი იქნება. ანუ არა ამ სიგრძე. აი ცით რამ სიგრძეზე მინდა გავიკეთო?
ჩემი ფრჩხილი რამხელაც იყო ხოლმე ბუნებრივი, რომ ვის დიდი მაქსიმალური სიგრძე რაც ჰქონდა, ეგ სიგრძე მინდა რომ გავიკეთო და რამე ღია ფერი მინდა რომ წავიდე. ოღონდ ღია ფერში არ ვიცი ხალხო რატომ, მაგრამ არ გულისხმობ იმ ფერებს, საბაზისო ფერებს რო ეძახიან. თეთრი კიდე თავი გაანებე, თეთრი კიდე არა. ბეჟი, აი ბეჟთან მყოფი ახლოს ვარდისფერი ფერი, აი იცი რა მემართება მაგ ფერებზე, მოწყენილობა მკლავს, აი არასდროს სული მეხუთება ჩემს არს, როგორიც მე ვარ, რომელსაც სიკაშკა შეუყვარს, აი სული ეხუთება და ეგ ფერი რო ერთი თვე ვატარო, ალბათ გული დამარტყავს, ამიტომ რომ ღია ფერს გულისხმობ, ეს არის ან თეთრი, მაგრამ თეთრი ახლა არ მინდა. ან ღია ცისფერი მაგალითად, ღია მალინისფერი მაგალითად. ან შემოგაც ამას ღია ფერს არ ეძახის მესმის, მაგრამ იმიტომ ავხსენი რას გულისხმობ, იმიტომ რომ ღია ფერებში ალბათ აი ეს ესე იგი საყოველთაო ფერები მოიაზრება რა, ანუ რაღაც აი არც იქით რო იტყვიან ნირიბანიას არც მიწის არც ცის აი რაღაცა მე ის გოგო ვარ რომელსაც შავი ფერი უყვარს იცოდით ფერების ფსიქოლოგია გუშინ გუსმინე როგორ ადამიანებს უყვარს შავი ფერი არ ვიცოდი მე არასდროს მომისმენია მაგაზე და მე დავფიქრდი რომ მართლა შავი ხო იქ დგას უკიდურესობაში შავი არის უკიდურესობაში და ესე იგი შავი უყვართ ადამიანებს რომლებიც არიან ძალიან მართალი სწორი პირდაპირი გაბედული რომელსაც აქვს ისეთი სურვილები და ოცნებები, რომელიც მაგალითად შეიძლება გარშემოყოლებს არშინე. ან ძლიერი, ჯიუტი, უტეხი, სუფთა, თავის თავადი. აი ესეთი ის აქვს. შავის სიყვარულს, შავი ფერის სიყვარულს. და მე, აი სხვა ნახე როგორ რაღაცა შავი ფერი ზოგადად მაგალითად შეიძლება ავეჯში და იმაში დიდად არც მომწონს, მაგრამ მე ვამბობ ტანსაცმელი. შავი ჩემი არის ნომერ პირველი ფერი. შეუდარებელი. დილამშვიდობის. მელოდებით ხიბაინდა წერს კომენტარში ხანახე თერგის ყველიო გლდანში მოაქვთო დაწერესო ვნახე მეც მაგრამ გაბრაზებული ვარ მაგაზე და საერთოდ არ ვაპირებ რომ ვიყიდო იმიტომ რომ ესე იგი პირველ დღეს რომ მივწერე პასუხი დამიბრუნეს მე მივწერე მისამართი და ყველაფერი სად უნდა მოეტანა და ვუთხარი რომ ეგ 6 კილო მინდოდა და ეგ დასინეს და არ მიპასუხეს მე 2 დღის მერე კიდე ვუთხარი მომიტანთ თუ ვერა მეთქი და ეგეც დასინეს და არ მიპასუხეს და მე წერე რომ ამას მიუტანეს იმას მიუტანს და ან მე მივწერე პირადში ან მე არ ვარ ისეთი მომხმარებელი რომელიც დაუწყებს იმაზე წერას რომ აი რატო არ მომიტანეთ მე რატო არ მიპასუხეთ იმას რომ მიუტანეთ და რაღაცა და უბრალოდ დავწერე მივწერე პირადში რომ მეთქი სადაც მესმის მეთქი შეიძლება დაკავებული ხართ და ბევრი SMS-ი შეტყობინება შემოგდით შეიძლება ეგ არ მიხართ მესმის შეიძლება დაკავებული ხართ მეთქი მაგრამ სადაც დასინათ იქ კი ან არას მიწერა მაინც შესაძლებელი იქნებოდა მეთქი ვაუქმებ შეკვეთას მადლობა თქო და всё არ მინდა ანუ ეგეთი უპასუხისმგებლო მიდგომა როცა აქვს მე იმ კომპანიისგან რაღაცის ყიდვის სურვილი მეკარგება და აღარ მჯერა ხოლმე რომ ის პროდუქტი იქნება სულ და გულჩადებული. სულ და გულჩადებულზე გამახსენდა. არაქისის კარაქი ნახე. აბა საძავი ხო და ანუ ისეთი კიდე რაც აი პასუხსაც რო არ იწუხებს ადამიანს კი და არაზე იმას არ ვამბობ რომ ტექსტები წეროს ხო
რატომღაც მგონია რომ ეს პროდუქტიც ესეთივე იქნება და რომ ძარი იყოს და ძალიან კარგი იყოს და სუსხლში გაკეთებული იყოს და სხვა პასუხობდეს მაგ შემთხვევაში მე პირადად მეკარგება სურვილი აი რა არის ახლა ეს ხო ანუ მე როცა ყველი 6 კილო ყველი უნდა შევუკვეთო თუ 6 კილო ყველს უკვეთავ აქ აღარ უყიდულობ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ყველი ხო და აღარ უყიდულობ იმიტომ რომ 6 კილო უნდა მომიტანო და როცა ვიცი დღე რომელ დღეს ახლა ერთ-ან ორ დღეში მიაგთხო მე რავი ყველაფერი და 2 დღეში თუ 6 კილოს მომიტანე დღეს ერთი თავი რაღაცზე ვიყიდო მაგრამ თუ პასუხსაც არ მეტყვი საერთოდ მოგაქვს თუ არა მე ხო ისე ვარ ანუ არ ვიცი მომიტ უპასუხისგებლობას ვერ ვიტან მაშინ თუ უპასუხისგებლო ხარ განაცვლე ბიზნესს თუ გააკეთებ ანუ იმუშავებ ეს ადგილას ან თუ აკეთებ კარგად გააკეთებ არ ვიცი თუ ისეთ რამეს არ აკეთებ ადამიანს აწვდიდა ადამიანს ჭირდება ოკეი მაგრამ როცა აწვდიდა ჭირდებათ როცა გიკვეთავენ და პასუხს კიდე არასაც ვერ ეუბნები უთხარი რომ ნუ აი ხა არ შეგვიძლია ვერ მოგიტანთ არა ბოლოს და ბოლოს ერთი სიტყვა აი ეგეც კი არ გამანაწყენებ და მე აი ეგ არა მე ვარ ხოლმე ძალიან ზდილობიანი მომხმარებელი მაშინაც კი როცა რამე არ მომწონს ძალიან ზდილობიათ ვამბობ ანუ არ მიყვარს ლანცხვას და იმას რო იწყებენ ხოლმე მაგრამ ну რავი და ეგეც დასინეს მე და მაგალითად არაფერი არ ვთქვამთ აბასაც წავიდო და რამდენი ვეძებებუში გადავაბრუნე სახლი უკანა დავადაში ესე ცალკე ხო ნუ ვიცოდი ზუსტად რომ 2 ცალი არის აღუნდა გულში ხო შენახო აღუნდა შენი მოიხალა ნიჭის თხილი და გამახსენდა კიდე რაღაცა სანამ გამახსენდა და კიდე ნახე რაღაცა და მოკლედ მე რა მაგებზე ვისაუბრებ მოკლედ ნახე ერთ-ერთ ჯგუფში ანონიმურად უწერია ადამიანს და მაგრამ ნუ გოგოა როგორც თვითონაც თქვა ნუ როგორც მივხვდი მოგეყვებით და თქვენც მივხვდებით მოკლედ ეს რაღაცა ეწერა რომ ახალი დრაივზე დავიწყე მუშაობა აი მე ბონი ცხელი რომ ახევა მკალთას აჰა დროს დავუკვდე თანაურად გატყდა რომ გაცივიდეს დაადო მოკლედ და ერთ კაცს ხელი ქონდა გაჭრილიო არაფერი არ მქონდაო და შეიძლება კი შევთავაზეო ხოდა 10 წუთში მოვიდაო მადლობა ყურადღებისთვის და მომიტანაო პარკიო ბანანითო და შოკოლადებითო ჩემთვის ბავშვობის მერეო არავის უყიდია შოკოლადიო და ანუ ამ წუთას აი ვიდეო რო გამოვარდა შევედი Facebook-ზე და შემხვდა იყავითო მეტად მომთმენი და გამგები სხვა ადამიანის მიმართ მოლარის მაგალითად როცა პროგრამა უჭედავსო ან რაღაცა და ძალიან ბედნიერი ვარ მთელი დღე გაგემებული ვიბლიო და ვაიმე კომენტარები მე არ წამიკითხავს მაგრამ იტყობა ისეთი იყო რომ ჩაუსწორებია პოსტი და უთქვამს რომ ყველა მასე ბინძური ფიქრებით არ დავდივართო ჯერდიო ძალიან დიდი იყო მამა ჩემის ხედა იქნებოდა და არც მოგწონს ერთ მომენტი და არც თვალებს არ უპარჭუნებთო ტერმინირები დაუწერეს კომენტარებში უბრალოდ ადამიანური მომენტი იყო ბავშვობის მერე არავის უჩუქებია ტკბილაულიო და ანუ რაღაც ადამიანური დაფასება და ერთი კვირა მეყოფაო ესე იგი მართლა არიან ხალხო ადამიანები ვისაც რაღაცა
აი უკან ჩადებული სარჩულის და სარგებლის გარეშე ატარა რაღაცა დახარებს. მე ვარ ეს ადამიანი და იმიტომ ვიცი. აი ნამდვილი ემოცია. ბედნიერი ემოცია. რომელიც მე მაქვს ხოლმე და რომელიც ცოტა ადამიანზე მინახავს. და რომელზეც სულ იცი მიწერდნენ. რა იყო? უნახავი ხარ? და მე გამახსენდა ბავშვობა. ჩემ ოჯახს სხვა შორის არა, მაგრამ რამდენჯერ მე მქონდა შემთხვევა საკმაოდ ახლობელ ადამიანთან, როცა რაღაცით ავხვრთოვანდი. ავხტაცდი. პატარათი. გამოვხატე და ამ ადამიანმა მითხრა, ნუ იმაშვები და რა იფიქრებენ, რომ უნახავი ხარ. როგორც მე მიწერდნენ. ანუ რეალურად ნამდვილი ემოციის გამოხატვა და სიხარული ან უნახაობად ითვლება. ან როგორც ამ გოგოს მიაწერეს, მაშინ რომ ჩათვალეს, რომ ეს გოგო ბიჭს კერავს და ჰაი და ჰუი. ანუ მე მესმის ყველაფერი. მესმის იმის, რომ რთული, ანუ მარტივი არ არის ცხოვრება. რთულიც არ არის, ანუ ძიმეა. და მე მესმის ამის ტარება. ძალიან ბევრს უჭირს. მე მესმის, ნახეთ, მე დედა ვარ. და მე ვხედავ ესეთ რაღაცას, რომ ჩემ 4 წლის შვილს შეუძლია რომ შემაქოს. და მითხრას, ოჩახ დედა, კარგი გოგო ხარ. ჩემ 4 წლის შვილს შეუძლია რომ გითხრას, ნუ გაშინია, მე შენთან ვარ. იმიტომ რომ ყოველთვის როცა თვითონ ეშინია და ძალიან სათუთი სული აქვს. და ისეთი ასაკი აქვს, რომ ბევრი რამე შეიძლება ეშინოდეს და ხშირად შეიძლება ეს იყოს. მაგრამ იმდანად ახლოს ვარ მე მასთან და იმდანად სულ მაქვს აი ეს, რომ ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ღამეც კი რაც დაიბადა ჩვენ სულ ერთად გძინავს და ღამეც კი რომ გაიღვიძებს ხოლმე და დაიწუწკუნებს, ვკოცენ და ვეუბნები, ნუ გეშინია, დედიკო აქ არის და მე ვიცი რომ მას ძინავს, მაგრამ მე ვიცი რომ მას ესმის, არა ყურით, არა გონებით, არამედ მან იცის, გრძნობს, იცის, მისმა სულმა იცის, რომ ვიღაც ვინც დგას მას და სხვა ყველაფერს შორის, რაც საშიშია, რაც არ იცის და ასაშინებს, მის გვერდით არის. და ვერაფერს მე უფრო ძვირფას ჩემ შვილს ვერ მივცემ. ვერაფერს. და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებსაც ეს თავად არ ქონია, თვითონ ეშინოდათ. და მათ გვერდზე ბავშვობაში არავინ იყო. მე ისეთი ბავშვი ვიყავ. ანუ ამბობენ რომ მე იმიტომ ვერ ვაძლევ ჩემ შვილს ამას. მე არ მომწეს. მე იმიტომ ვარ ცხოვრებაზე. კარგი ახლა. აი გიგდია და ჭამე. ამოხტომა დაისხო. მე იმიტომ ვარ ცხოვრებაზე გამწარებული და მე იმიტომ ვექცევი ადამიანებს სულდად, რომ მე მომექცნენ სულდად. მე იმიტომ არ ვასწავლე. და იმიტომ ვაყენებ ტრამვას, რომ მე მომაყენეს ტრამვა. და ასეთ ბევრი ადამიანია. ასე ბევრი ადამიანი ფიქრობს. და ამას ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვის. მე ძალიან ბევრი ადამიანთან გამიგია ეგ. მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ შენ გადაწყვეტ, რომ შვილი ყავდეს, აუცილებელია. შენაც გაგიკეთეს. ეგ არ გაუკეთო. შენი ტრამვები მასზე არ გადაიტანო. იმიტომ რომ შენ ასე გექცეოდნენ, შენც ასე არ მოექცე. ეს ყველაზე ადვილია.
ეს სუსტი ადამიანების გზა არის. არამედ მოიქცეს სწორად. ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. ყველაფერს ვერ დაინახავ. ყველა ვარიანტი შეგეშლება. ანუ აღზრდაც არ ქვია მაგას. არც ვიცი რა სიტყვა შეუსაბა მოსწორი. ამ ადამიანის ამ ქვეყნად მოყვანა და მისი სათუთი სულის ამ ქვეყნად დამკვიდრება იმდენად რთული პროცესია. შენ აუცილებლად შეგეშლება ისეთ რაღაცეებში, რაც შეიძლება არ შეგხებია და არ იცი. ყველა მაგას ვერ აირიდებ. მაგრამ იმაში მაინც ხო შეგიძლია აღარ შეგეშალოს რაც იცი. და რაც ზუსტად იცი, რომ სწორი არ არის. ანუ ერთი ლოთი მამიშვილი რომ არასდროს არ სვავდა ალკოჰოლს და მეორე რომ ალკოჰოლიკი გამოვიდა და რო კითხეს ერთს რატო არ სვავ არასდროს და იმიტომ რომ მამა ჩემი ალკოჰოლიკი იყო, მეორეს კითხეს ლოთი რატო ხარ და იმიტომ რომ მამა ჩემი ალკოჰოლიკი იყო. ანუ ეს მომენტია ხო? შენ რას ირჩევ? რეალურად ჩვენ სანამ ბავშვები ვართ მანამდე ჩვენ ვერ ვირჩევთ. მანამდე ჩვენზე მოქმედებს ეს. მაგრამ როგორც კი ჩვენ უკვე დასრული ადამიანი ვართ, ჩვენ თვითონ ვირჩევთ ვინ ვართ. ანუ ჩვენ იმ განმეორების მსხვერპლი აღარ ვართ. ეს მაგალითია კიდე ცუდი დედამთილები. აი ძალს რო საშინლად ექცევიან. გაიგეთ ეგეთი ამბები? მე ძალიან ბევრი გამიგია რომ თვითონ მაგ დედამთილს ოდესღაც დედამთილი ექცეოდა უსაშინლესად. და მერე როცა ის მოუკვდა და თვითონ გახდა დედამთილი, თვითონ ზეგდა დაიწყო მოხდა. ანუ სულ მაუცებდა ხოლმე ეგ რომ როგორ. ანუ თუ შენ იცი ეს რა არის. თუ შენ დედამთილი ასე გიქცევა, შეიძლება რომ შტენე გაიმეორო. აბა შეიძლება შენ ის გახდე. სულ მიკვირდა და არასოდეს არ მესმოდა. ხოდა ადამიანებმა ეს იციან რომ მე თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მე თუ ჩემი ცხოვრება არ მომწონს, მე თუ ბევრი პრობლემა მაქვს, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი და მე მაგან ცოტათი ცუდი. მე შემიძლია წავიდე და მაგალითად მაღაზიაში კონსულტანტს ან გამყიდოს გადავანთხიო ჩემი ეს შხამი, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. იმიტომ რომ ის მე ხმას ვერ შემიბრუნებს. რადგან თუ ხმა შემიბრუნა ის სამსახურს დაკარგავს. არიან ისეთები ვინც დაკარგავენ სამსახურს და ხმასაც შეაბრუნებენ, მაგრამ უმეტესად ასეთ ადგილებში ის ადამიანები მუშაობენ, ვისაც სხვა გზა არ აქვთ, იმიტომ რომ ძალიან რთული პირობებია, რთული სამუშაო, არა ადამიანური პირობებია, სადაც ადამიანს დაჯდომის უფლება არ აქვს, სადაც ადამიანს იმის უფლება არ აქვს, რომ უბრალოდ ტელეფონი აიღოს ხელში სამუშაო საათებში, რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო? და როცა ადამიანი სამსახურზე მუშაობს, უმეტესად მას სხვა გზა არ აქვს. და ეს ადამიანი შეიძლება გაცნობიერებულად არ ფიქრობს, მაგრამ იცის, რომ იმას სხვა გზა არ აქვს. ან ჩაყლაპავს. და როცა იცი, რომ ვიღაცა სხვა გზა არ აქვს და იმას ანთხევს შენს ბოღმას, შენ ადამიანი არ ხარ. და კიდე ამაზე უარესი ვარიანტიც არის, კიდე ერთი იცით? მოიცადე ბავშვმა მომწე რაღაცა. ხოდა მოკლედ ძალიან დიდი ხნით თქვენთვის კი არა, მაგრამ ჩემთვის დიდი ხნით მომიწია შეწყვეტა. ევამ წამიყვანა ვითამაშეთ. მე ვილაპარაკე თონიკეს მიწერე, ჯერთონიკესთან ვილაპარაკე, მე ევასთან ვითამაშე. მე საღებავებით, მე ამერებით, მე იმებით და ბოლოს მოვედი. და რაღაც მახსოვს საერთოდ გავჩერდი. ხოდა მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე დედა ვარ და იქიდან გამომდინარე, რომ მე ვზრდი შვილებს, მე ვიცი
ჭეშმარიტებები, რომლებიც ჩვენზე ყველაზე მოქმედებს ის, რომ ადამიანებს უნდა ვაჩუქოთ სიხარული, და უნდა ვაჩუქოთ სიკეთე, და ჩვენი შხამი არ უნდა ვამთხიოთ არა თუ იმათთან, ვისაც ვთვლით, რომ სხვა გზა არ აქვს და ასეთ მდგომარეობაშია, არამედ ზოგადად. მაგას ვამბობდით, რომ კიდევ უარესი მდგომარეობაც არსებობს, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ გარეთ თუნდაც ვინმე სხვაზე რამე ამხიონ და სახლში ოჯახის წევრებზე და შვილებზე აკეთებდნენ ამას და ეს კიდევ უარესია, როცა დაუცველ ბავშვებთან ხდება ეგეთი რაღაცა და მიუხედავად იმისა, რომ თუ შენ იყავი ასეთი ბავშვი, ვინც ამას გიკეთებდნენ, მიუხედავად ყველაფრისა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ასეთი უნდა იყო და შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი თუ ვინ იქნები და თუ აირჩევ, რომ ეგ იყო ვინ სხვა სულში შხამს ასხავს, იცოდე, რომ ეგ სხვისი ბრალი არ იქნება, ეგ იქნება შენი არჩევანი და პასუხიც მაგაზე შენ უნდა აგო. ყველა ჩვენ არჩევანზე ამას ვაკეთებთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, პასუხს ყოველთვის ვაგებთ ჩვენ. და აი ადამიანმა დაწერა თავისი სიხარული, ანუ ნახეთ, იმდენად იშვიათია დრაივზე მუშაობს. გამოხატავ დიდი ხანია დრაივზე მუშაობს, უბრალოდ ამ დრაივზეა ახალი. და იმდენად იშვიათია ადამიანური დამოკიდებულება მის მიმართ, რომ ადამიანს ისე გაუხარდეს ვასწავლო, რომ არ გაეზიარებინა და ეხლა მაშინაც როცა გააზიარა ადამიანმა ეს გამოხდნენ და მოახეს კუდები. რა ხდება ბონი ფო შემოძვით ასე რომ შეიძლება და არაუდარეული, მაგრამ ასეთ იყო ჩვენი დილანდელი ვლოგი. კიდევ ერთ თემაზე მინდა ვლაპარაკი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამიწყდა სიტყვა, გამიწყდა აზრი, გავიდა დრო, ვფიქრობ, რომ იმ და თან საკმაოდ დიდი თემა, იმ თემაზე ცალკე ვისაუბროთ, ცალკე ვიდეოში მიყვარხარ ძალიან გაგვაცეთ. ეხლა წავალ და ჩემს თმას დავიბან, როგორც